ხმაური იყო თბილისშიც. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დიდ დიღომში ეროვნულ სამეცნიერო ტრენინგ ცენტრის შენობასთან მივიდა მშენებლობის შეჩერების გასაპროტესტებლად. თუმცა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის გამართვის საშუალებას არ მისცემენ. სუსის ინფორმაციით ხარ მოსული. სუსის ინფორმაციით. ბარი არ არის ნაჩხუბარი და ნახულიგნარი რო არ გქონდეს. ბიჭო, ბარი არ არის თბილისში. ხულიგანი ხარ ტიპიური მესეჯები. თბილისელი ბიჭი ვარ და ყველგან გიხურებ. დაასასია გწვენოდეს რა. 50 მილიონი თქვენ შეჭამეთ იმაში მერიაში და მოსამართლე რა იცი რო შეჭამ მოვისმინე აუცილებლად მოვიგებ იმიტომ მოვიგებ დავაანონსეთ რომ ყველა პიარ აქციის დროს მივალთ კონკრეტულ კითხვებს, კონკრეტულ წინადადებებს გავაცნობ და დღევანდელი პრეტენზია არის ის რომ გიგი უგულავას დანატოვარი ნიკოლოზ მელია არიღებს გიგი უგულავაზე პასუხისმგებლობას. გიგი უგულავა კაცი რომელსაც ედავებიან 50 მილიონის გაფლანკვაში. აი ეს 50 მილიონი ამ ობიექტად. სუსის ინფორმაციით ჩემი თხოვნა არია რომ მე მოგცემ ნომერს ეხა სადაც სწავლობ დღეიდან ამიერიდან მე თვითონ დაგირეკავ და მოგძანდით. სუსის ინფორმაციით არია რომ თვითონ აქ მეგაფონებით 50 კაცი არ არსებობს რომ მოსულიყავით ინფორმაციის გარეშე. სამწუხაროდ ნიკა მელიამ ბრიფინგი ეროვნულ სამედიცინო ტრენინგ ცენტრის შენობაში მოგვიანებით გამართა. დაღნიშნული ტრენინგ ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს არის ცენტრი, რომელსაც ქვია ექიმთა და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, რომელიც დიდი ხანია უკვე უნდა გახსნილიყო და ეს არის ის ობიექტი, რომელსაც თანამედროვე გამოცდილება უნდა მიეცა ექიმებისათვის და ექიმებისთვის. მე ძალიან კარგად მესმის ასეთი ცენტრის მნიშვნელობა, ვინაიდან მე თვითონ ექიმების ოჯახიდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ცენტრის არსებობას. აქ გახდათ 9 თვის წინ ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ აი რამდენიმე თვეში დაასრულებენ იმ დაწყებულ სამუშაოებს, მაგრამ გავიდა 9 თვე და რეალურად ხელი ხელზე არავის არ დაუდია. და სამწუხაროა რომ მსგავსი ობიექტები არის ძალიან ბევრი თბილისში. რეალურად იმის მაგალითად რომ თბილისი ავამუშაოთ, იმის მაგალითად რომ თბილისი განვითარების ასე თქვათ კალაპუტიდან არ ამოვაგდოთ, ხედავთ შეჩერებულ ობიექტებს.